2015 წლის ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხები, საჯარო მოხელეთა კონკურსი და საწვავი შეშით სოფლების მომარაგება. ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც დღეს ახალციხის გამგეობაში ყოველკვირეულ თათბირზე განიხილეს. თემის პირველმა პირებმა რწმუნებულებისგან სოფლებში მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიიღეს და საწვავი შეშით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მათ დახმარება აღუთქვეს. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე მეცხრე არხთან განმარტავს, საბავშვო ბაღებსა და მუსიკალურ სკოლებში საწვავი შეშის შეტანა დაწყებულია. დღევანდელ თათბირზე 2015 წლის ბიუჯეტის შესახებაც ისაუბრეს. გამგეობის თანამშრომელთა განმარტებით დოკუმენტი უკვე მომზადებულია და იგი 14 ნოემბერს საკრებულოს განსახილველად გადაეგზავნა. ისევე როგორც გასულ წელს, მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტები წელსაც იგივე რჩება. ბიუჯეტით განსაზღვრული 4 მილიონამდე ლარი თავდაცვის, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და კულტურული ღონისძიებების პროექტებზე გადანაწილდება. დღესვე ყურადღება გამახვილდა საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსზე. გამგეობის ინფორმაციით მუნიციპალიტეტში ვაკანსია 70 პოსტზე გამოცხადდა. დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ საჭირო დოკუმენტაცია 23 ნოემბრამდე ელექტრონულად შეავსონ. კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირება 13 და 14 ნოემბერს გაიმართება. საკრებულოს 14 ნოემბერს გადაეცა ბიუჯეტი უკვე განსახილველად. იქნება განხილვა, იქნება საკითხები, ეს არის როგორც სოციალური საკითხები, ისე ინფრასტრუქტურა, სტოლანდელი აღზრდა, ყველა სფეროს მოიცავს ზოგადად. მაგრამ ეს არის ადგილობრივი ბიუჯეტი, ასევე გვექნება ინფრასტრუქტურული სამინისტროდან გადმოცემული დაახლოებით 1.900.000 ლარის, რომელიც მოხმარდება რეგიონში, რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. სულ საერთო ჯამში გამოცხადებულია 70 პოზიციაზე, მათ შორის 5 მუნიციპალიტეტის საკრებულოში, 65 მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდებ მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ კონკურსში, რომლის საბუთების მიღების ვადაც იწურება მიმდინარე წლის 23 ნოემბერს.